საქართველოს კონსტიტუციური მოწყობა და პარალელები ევროპასთან. ამ საკითხზე ხაშურში სემინარი გაიმართა, რომელსაც ახალგაზრდები ესწრებოდნენ. შეხვედრა ხაშურის ახალგაზრდული თვითმმართველობის მიერ მოეწყო. პოლიტიკის მკვლევარმა ახალგაზრდებთან დეტალურად ისაუბრა საქართველოს კონსტიტუციის შესახებ და საქართველოში მოქმედ მმართველობის ფორმაზე. ვისაუბროთ მმართველობის ფორმაზე, რომელიც საქართველოში მოქმედებს, ასევე მმართველობის ფორმის ისტორიაზე საქართველოში და ასევე განვიხილეთ ის პრობლემები, რომელიც მოქმედ კონსტიტუციასთან დაკავშირებით იქმნება და წარმოშობს აღმასრულებელ ხელისუფლებაში არსებულ კონფლიქტს. შეხვედრა ხაშურის ბიბლიოთეკაში ამერიკის კუთხეში მოეწყო. სემინარი არასამთავრობო ორგანიზაცია მეგობრობის ხიდი ქართველსისა და პროექტ საქართველოს მოხალისის ორგანიზებით ჩატარდა. ძალიან საინტერესო ლექცია იყო, განვიხილეთ ევროპის ქვეყნების მმართველობის ფორმები, საქართველოს მმართველობის ფორმების სხვადასხვა პერიოდში. ვფიქრობ, რომ კარგი იქნება და უკეთესი თუ საქართველოში ხაშურში კიდევ იქნება ხოლმე ამგვარი აქტივობები და სემინარები, რადგანაც ეს ცნობიერების ამაღლებას შეუწყობს ხელს. დავწერა საზოგადოებას გააცნო დღევანდელი კონსტიტუციური წყობის შესახებ და პარალელები გაავლო ევროპის ქვეყნებთან. ვფიქრობ, საინტერესო ჩაიარა დღევანდელმა მოხსენებამ და მომავალშიც გაგრძელება მასთან თანამშრომლობა. ხაშურის ახალგაზრდული თვითმმართველობა თითქმის 1 წელია ჩამოყალიბდა და აქტიურად თანამშრომლობს მეგობრობის ხიდი ქართველსთან. ახლად შექმნილი ორგანიზაცია აქტიურად არის ჩართული ხაშურში ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლების კუთხით სხვადასხვა მიმართულებით. ხაშურის ახალგაზრდული თვითმმართველობა აქტიურად თანამშრომლობს მეგობრობის ხიდის ქართველსთან, რომელთან ერთადაც თანამშრომლობის შედეგად ვიწვევთ სხვადასხვა ტრენერებს, სხვადასხვა ტიპის სემინარებს ვატარებთ, რომ ხაშურის ახალგაზრდებისათვის მოხდეს ცნობიერების ამაღლება სხვადასხვა კუთხით. ხაშურის ახალგაზრდული თვითმმართველობის წევრები ამბობენ, რომ მსგავსი სემინარები ხაშურელი ახალგაზრდებისთვის მომავალშიც გაიმართება. მათ უკვე დაგეგმეს შემდეგი შეხვედრა, რომელიც რამდენიმე დღეში ჩატარდება.